თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ ლუკასთან ერთად, ჯარკავასთან ერთად ვაგრძელებთ ციკლს, ასე ვთქვათ, აფხაზეთის თავადაზნაურული გვარები. დღეს ძალიან სასიამოვნო ფაქტის წინაშე დავაყენა ლუკამ, ასე ვთქვათ. მე ადრეს გითხარით თქვენ წინა გადაცემებში არის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, არის ექიმის პროფესიას ეუფლება, მაგრამ ამავე დროს შეთავსებით ასე ვთქვათ ისტორიკოსიცაა, გვარების მცოდნეც. და ძირითადად მუშაობს აფხაზურ გვარებზე. და დღეს მოგვიტანა ძალიან კარგი წიგნი. ეს არის აფხაზეთის აზნაურთა საგვარეულოები. ეს არის საოცარი დიდი შრომა ამაში ჩადებული, ვისაც შეხება აქვს საერთოდ და იცის რა არის წიგნის წერა და წიგნის გამოცემა, ალბათ ყველა დამეთანხმება თუ რამ დიდ შრომასთანაა ეს დაკავშირებული და რამდენი რაღაც დევს ამაში რა, მარტო ის კი არ დევს რომ რაღაცა დაიბეჭდოს. სანამ აქამდე მიხვალ, სანამ ამას გააკეთებ ყველაფერს, არის ძალიან დიდი შრომა. ძალიან ღამეების თევაა და ბევრი რაღაც აღწევია და ეს კაცი, ეს ახალგაზრდა ადამიანი ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი ადამიანია. ამინდა ნახოთ, კარგად ნახოთ წიგნი. აი უკან კიდე თავისი პატარა ბიოგრაფიული რაღაც ისინია მონაცემებია და არის ძალიან კარგი. ეს არის წიგნი, რომელიც 10 აზნაურულ გვარს შეეხება. აფხაზეთის 10 აზნაურულ გვარს და ესე იგი ძალიან სასარგებლო და ძალიან კარგი წიგნია. აქედან ჩანს, ესე იგი, და ამით შეიძლება ვიხემძღვანელო და ის ურთიერთობა ჩვენი მიზანი არის, რომ ურთიერთობა დავამყაროთ, აღვადგინოთ უпростоრად აფხაზებთან, ჩვენ ძმებთან და ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია აფხაზებისკენ. მე მინდა წარმატება უსურვო ლუკას ასეთ კარგ საქმეში და ბევრი ასეთი წიგნი გამოეშვას. ეს არის ძალიან კარგი. დღეს ლუკამ მოგვიმზადა კიდე ერთი გვარი, თვითონ წარმოგიდგენთ ახლა რა გვარია და ამ გვარის ისტორიასაც ესე იგი თვითონ გაგაცნობთ. ხო, ლუკა შეგიძლია დაიწყო. მოგესალმებით ბატონო ლევან, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. წიგნთან დაკავშირებით სანამუშაოდ ქირთვაიათა გვარზე დავიწყებ საუბარს. მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ, რომ ამ წიგნზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ამ წიგნის ასე ვთქვათ გამოცემა დააფინანსა აფხაზეთის ახალგაზრდულმა სააგენტომ. და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადო მათ ამ ასე ვთქვათ შესაძლებლობისათვის. და აქვე დავამატებ, რომ ამ წიგნის ასე ვთქვათ შეძენა შესაძლებელი არის უშუალოდ ჩემი მხრიდან და ვისაც ვთქვათ დააინტერესებს ამ წიგნის შესახებ და ენდომება შეძენა, შეგიძლიათ ან მე, ან ბატონ ლევანს დავუკავშირდეთ და პრობლემა არ იქნება წიგნის გადმოცემა. ახლა უშუალოდ ქირთვაიათა საგვარეულოზე დავიწყებ საუბარს. ეს გახლავთ აფხაზეთში აზნაურული გვარი და ეტიმოლოგიის თვალსაზრისით ალბათ მარტივად მისახვედრი არის, რომ ამ ესე ვთქვათ გვარის ფუძეში ქართველთა ეთნონიმის აღმნიშვნელი სიტყვა დევს. აფხაზურად აქირთვა ქართველს ნიშნავს, ხოლო აბია შვილია, ანუ ქირთვაია ნიშნავს ქართველის შვილს. საინტერესოა. შესაძლებელია, რომ პარალელი გავავლოთ ისეთ გვარებთან, როგორც არის მაგალითად ისევ აფხაზეთის აზნაურული გვარი აქირთავა, ასევე ქართველი შვილი, ქორთუშვილი და სხვა. ამ ქირთვაიათა საგვარეულოში არსებობს ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში მცხოვრებ თავად ინალიშვილს თურმე ვაჟი არ ჰყოლია და ამიტომაც ამ თავად ინალიშვილს ქართლიდან ჩამოუყანია შავტუხა ბიჭი, რომელიც მას გაუზრდია. თუმცა შემდეგ რამდენიმე წელში მას თავისი ვაჟიც ეყოლა
და ამ უფროს ვაჟს, რომელიც მან ქართლიდან წამოიყვანა, მანამდე არ არსებული გვარი ქირთბაია მისცა. იმის არ დასავიწყებლად, რომ ეს ქართლიდან ჩამოიყვანა და ქართველისგან იშვილა. ძალიან კაი, ძალიან საინტერესო. ახლა ეს წარმოდგენა 53 წელი გვარებში სწავლობდა ესეთ რაღაცა ახლა პირველად გავიგე. ეს ასე ვთქვათ ლეგენდა დაახლოებით მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ასე ვთქვათ ვითარდებოდა როგორც საგვარეულო გადმოცემა გვაუწყებს. ქირთბაიები საქართველოს 3 რაიონში ცხოვრობდნენ ისტორიულად, ეს არის გუდაუთის რაიონი, კერძოდ სოფელი ლიხნი, ასევე სამურზაყანოში ოტობაია და ქალაქი ფოთი. სამურზაყანოსა და ლიხნში მცხოვრები ქირთბაიები ერთმანეთს ნათესავებად მიიჩნევდნენ, რადგანაც ეს მცირე საგვარეულო არის და არ იყვნენ იმდენი წევრი და ამიტომაც თვლიდნენ, რომ სისხლით ნათესავები იყვნენ და შესაბამისად მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე აქტიურად მიდიოდნენ ლხინსა თუ ჭირში ერთმანეთთან და ძალიან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ. და ასე ვთქვათ, ამის შემდეგ კი თავისუფლად ახლა ომის შემდეგ აირია ურთიერთობები და დაშორდნენ ერთმანეთს. უშუალოდ სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, 1996 წელს საქართველოში ცხოვრობდა 88 ქირთბაია და 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 58 ქირთბაია. ამ უკანასკნელ აღწერაში გალიდან არის 40 ქირთბაია. აფხაზეთში რამდენი ცხოვრობს თუ გაქვს შესაძლებელი? აფხაზეთში სამწუხაროდ ამაზე სტატისტიკა არ არსებობს და პირველი რაც ვახსენე 1996 წელი, იქაც აფხაზეთის მონაცემები არ არის შესული, ისე როგორც სამაჩაბლოსი. ხო, აღსანიშნავი არის, რომ ლიხნის ეკლესიაში სასაფლაოების ერთი, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაწილი ქირთბაიებისად ყოფილა მიჩნეული და იქ მთლიანად ქირთბაიები ყოფილან დასაფლავებულნი. სწორედ იმ საგვარეულო სასაფლაოზე გასულ საუკუნეებში ოტობაიელმა ექიმმა ლეილა ქირთბაიამ ნახა ასეთი საფლავის ქვა, რომლის ეპიტაფიაზეც ეწერა, რომ ამ საფლავში განისვენებდა ტაგუ ბოლხუხიძე ქირთბაია. და ეს საფლავის ქვა ერთგვარად ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს, რადგანაც 1864 წლით არის დათარიღებული და ესე იგი, როგორც ამ უშუალოდ ტაგუ ქირთბაიას ბიოგრაფიას, ასევე აფხაზეთის მაშინდელი ესე ვთქვათ, საინტერესო მოვლენების ზედმიწევნით გადმოცემას ასახავს. და ამ ეპიტაფიაში ვკითხულობთ: საფლავს ამას შინა ვარ მდებარე, ნუ თუ იყოთ ვინმე ჩემი მცნობარე, მზემან ჩემმან დღე ვერ ნახამ ნათებარე, ცოლშვილისა ოხრად დამათ მობარე, ტაბუ ბალხუხის ძე ვიყავ მობარე, გვარად ქირთბაია შარვაშის ძის მხლებარე, შობვიდან 40 წლისა დააწმიწად მგებარე, გევედრებით ღმერთს მავედრეთ 64-ს მკვიდრობარე. ძალიან მხატვრული თვალსაზრისით არის წარმოდგენილი ეს ეპიტაფია და ამას გარდა აღსანიშნავი არის, რომ ამ საფლავის ქვაზე დატანებული ყოფილა ვაზის, ასე ვთქვათ, გამოსახულება, რაც ასევე მიანიშნებს ქართულ ცივილიზაციასთან ამ ქირთბაიების და ზოგადად აფხაზების ნათესაობას. ნუ როგორც ამ საფლავის ეპიტაფიიდან ვიგებთ, ეს ტაგუ ბალხუხიძე ქირთბაია შარვაშის ძის მხლებარე ყოფილა და ისტორიულად ნამდვილად, ესე იგი, ამ ტაგუს შთამომავლობაც ადასტურებს, რომ ტაგუ მიხეილ შარვაშიძის ამ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მოურავი ყოფილა და მისი ერთგული, ასე ვთქვათ, მსახური, ასე ვთქვათ, აზნაური. და 1864 წელს იგი 40 წლის რომ გარდაიცვალა, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ როდესაც უკვე მიხეილ შარვაშიძის, ასე ვთქვათ, ტახტიდან ჩამოაგდეს აფხაზეთის სამთავრო ტახტიდან, ამის შემდეგ სწორედ აჯანყების, ასე ვთქვათ, მონაწილეების მიერ შეიძლება ყოფილიყო ეს ტაგუ ბალხუხიძე მოკლული, ან უშუალოდ იმ აჯანყების დროს გარდაიცვალა. ტაგუს მეუღლე გახდათ თუზ მარღანია და 1861 წლის ლიხნის ჩანაწერებში იხსენიება ამ ტაგუ ქირთბაიას ასული ირინე, რომელიც 1862 წელს უკვე 17 წლის გახლავთ და ტაგუ დრაქისძე მარღანიას მეუღლედ სახელდება. ტაგუ ქირთბაიას ირინეს გარდა კიდევ 3 ვაჟი ჰყავდა, რაც ცნობილი არის ისტორიულად. ერთ-ერთი მათგანი იყო ბუტუ ქირთბაია, რომელიც ბახვა ქირთბაიას მამა გახლავთ და ეს ბახვა კი ნესტორ ქირთბაიას მამა იყო, რომელზედაც უკვე ქვემოთ მოგახსენებთ უფრო ცლად. და ბუტუს გარდა ტაგუს შვილები იყვნენ ასევე ასთამურ და ბაბუშა ისინი ქირთბაიები. სამურზაყანოს 1869 წლის საეკლესიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სოფელ თაგილონში
ამ პერიოდში იხსენიებოდნენ აზნაურები ლევან ზურაბისძე, ლუკა ზურაბისძე, ბახვა ბუტუზძე, დავით ჯათუზძე, ზურაბ თაშკოჩიძე და როსტომ ქირთბაიები, ასევე სოსრან ქირთბაია. თასკოჩი ახსენე. თასკოჩი, დიახ. თაშუკოჩი. ხო, წინაპრებში მეც ყავდა. სასიამოვნო თასკოჩი. და ის ფაქტი, რომ აქ სოფელ თაგილონში არიან მოხსენიებულნი ქირთბაიები და არა ოტობაიაში, ერთი კონკრეტული და მარტივი მიზეზით აიხსნება, ამ პერიოდისათვის ოტობაიაში არ არსებობდა ეკლესია და შესაბამისად ოტობაიელი აზნაურები ახლოს მდებარე სოფელ თაგილონში იწერებოდნენ, აქ ჰქონდათ მათ ნათლობები, აქ ჰქონდათ ქორწილები და ასე შემდეგ. 1876 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ კოქში აზნაურ ალექსანდრე ჩიქალას ნათლიად დასახელებული არის ოტობაიელი, ასევე აზნაური შქვინჩი ბუტუზძე ქირთბაია. როგორც ამ პიროვნებაზე გავარკვიე არქივებიდან და ჩანაწერებიდან, ეს შქვინჩ ქირთბაია სამხედრო პირი გახლდათ და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით. 1896 წლის ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის საეკლესიო საბუთებში ირკვევა, რომ ოტობაიელი აზნაური აღათი ქირთბაია ცოლად გაყოლია მიხეილ ჯაპავას და ამ ქორწილის, ასე ვთქვათ, მეჯვარე თავმდები აღინიშნებოდა მაშინ, გახლდათ ასევე ოტობაიელი აზნაური გრიგოლ ქირთბაია. ამგვარი სამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქირთბაიათა 5 წარმომადგენელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი. ესენი იყვნენ ასთამურ, ელენე, კონსტანტინე, ნესტორ და შოთა ქირთბაიები. ისინი ილია ჭავჭავაძის თანამოაზრეები იყვნენ და განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდათ აფხაზეთში განათლების გავრცელების ძალიან საინტერესო და მეტად საჭირო საქმეში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომს შეეწირა 6 ქირთბაია. ახლა უშუალოდ გამოჩენილ ქირთბაიებზე მინდა ორი სიტყვითაც ვისაუბრო. პირველი ეს გახლავთ ნესტორ ბახვაძე ქირთბაია, რომელიც 1877 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 1944 წელს. იგი იყო სახალხო განმანათლებელი, დამსახურებული პედაგოგი, რომლის სახელსაც ატარებდა ოტობაიის სკოლაც. მან სამურზაყანოს სამ სოფელში, ეს გახლავთ ნაბაკევი, ხიტუსმუხური, ანუ დღევანდელი ქვემო ბარღები და ოტობაია, გახსნა სკოლა და აღსანიშნავი არის, რომ მის მშობლიურ სოფელში ოტობაიაში 1898 წელს გაუხსნია მას სკოლა, ასევე განათლებულ, ასევე წარმოსადეგ ადამიანთან, განსაკუთრებულ ფიგურასთან მთლიანად სამურზაყანოს ისტორიაში, თავად პეტრე ანჩაბაძესთან ერთად. ესეც ოტობაიელი გახლდათ. იქამდე კი, როგორც პეტრე ანჩაბაძე, ასევე თვითონ ნესტორ ქირთბაიაც სრულად უსასყიდლოდ თავიანთ სახლებში ასწავლიდნენ მოსახლეობას, ასე ვთქვათ, განათლებას აღებინებდნენ. ნესტორ ქირთბაია თავისივე ამ დაარსებული სკოლის დირექტორი გახლდათ და მის, ასე ვთქვათ, საქმიანობაში ძალიან დიდ მხარს უჭერდა მას თავისი მეუღლე, ასევე პედაგოგი ლენა თოდუა ქირთბაია. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო მათი მოღვაწეობიდან, როდესაც ქართველთ მოძულე, ასე ვთქვათ, ინსპექტორი იანოვსკი ეწვია ოტობაიის სკოლას, როცა ნახა რომ საზღარი პიროვნება ძალიან როცა ნახა რომ ცხრილში შეტანილი იყო ქართული ენის გაკვეთილებიც, ამაზე დაავებულა, გაჯავრებულა და შეცხადებით უთქვამს, რომ როგორ გაბედეთ, რომ ქართულს ასწავლით თქვენ ამ სკოლაშიო და ნესტორ ქირთბაიას კი თავისი ჩვეული სიდინჯით უთქვამს, რომ თუ ბავშვებს თავიანთი მშობლიური ენა არ ეცოდინებათ, სხვა ენას ვერც ისწავლიან და ვერც შეიყვარებენო. სამწუხარო არის, რომ როგორც ამავე ოტობაიის სკოლაში, ისევე მთლიანად სამურზაყანოს ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში დღესაც პრობლემატური არის ქართული ენისა და ზოგადად ქართულად სწავლება. კი, ბოლოს სამწუხაროდ. დიახ. ასევე მეორე ცნობილი ქირთბაია, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის შოთა იგივე სერგო ნესტორიძე ქირთბაია, დაბადებული 1912 წელს და გარდაიცვალა 2000 წელს. 17 წლის განმავლობაში შოთა ქირთბაია, რომელიც იყო საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული პროვიზორი ფარმაკოლოგიაში რამდენიმე საავტორო უფლების მქონე ადამიანი, გახლდათ აფხაზეთის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი. იგი მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, იყო გერმანელების ტყვე და გადაურჩა ამ ტყვეობას სწორედ მისი პროფესიიდან გამომდინარე. მას მიღებული ჰქონდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ესე იგი მდინარების ოდერისა და ვილას ფორსირებისათვის. შთამომავლობის, ასე ვთქვათ,
სამომავლობის გახსენებით მას ზულდა ძალმომრეობა, ომი და ფაშიზმი. სიცოცხლე სამწუხაროდ თბილისში დაასრულა დევნილობაში, თუმცა შთამომავლობამ მოახერხა, რომ მისი ანდერძი შეესრულებინათ და იგი საბოლოოდ თავის მშობლიურ ოტობაიაში დაასვენეს მისი ნეშტი. და ასევე ერთ-ერთი ცნობილი ქირთმაია გახლავთ შაბათ ტიტუსძე ქირთმაია, რომელიც 1892 წელს დაიბადა ლიხნში. იყო აფხაზთა ასეულის წევრი პირველი მსოფლიო ომის დროს, მონაწილეობდა 1916-1917 წლებში პირველ მსოფლიო ომში და 1918 წელს შეუერთდა აფხაზეთში რევოლუციურ მოძრაობას, რომელსაც ქიარაზი ეწოდებოდა და ეს ქიარაზი ბოლშევიკური დაჯგუფება იყო, რომელიც მენშევიკების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ იბრძოდა. და ამის შემდეგ 1921-22 წლებში ეს შაბათ ქირთმაია მსახურობდა აფხაზეთის საკავალერიო პოლკში და 1927 წელს სამწუხაროდ მიუხედავად ამ თავისი ბოლშევიკური იდეის გულმხურვალი მხარდაჭერისა 1927 წლის რეპრესიებს შეეწირა. არ დაუფასეს მაინც. ირონია არ უნდა იყოს. როგორც ყოველთვის ხდებოდა და ასეა. არიცოდნენ იმ ხალხმა არიცოდნენ ესე დაფასება, იმიტომ რომ თავისი რაღაც ვიწრო პარტიული იმიდან გამომდინარე, ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი ადამიანის გაწირვა შეეძლოთ. სულ ეს იყო რაც მინდოდა ქირთმაიების გვერდზე. მოკლედ ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა და ძალიან თხრობაც ძალიან კარგი გაქვს, ლუკა, მინდა გითხრა და ის რაც ახლა შენ ესე იგი ამ წარმოგვიდგინე, ხო, არის ძალიან კარგი. ძალიან დიდი შრომა აქვს ყველაფერში ჩადებული და რაც თავარია, აი მე რა მაინტერესებს, აი თუ გეხმიანება საერთოდ ის მხარე რა, აფხაზები რა, რაღაცა თუ თვითონაც ახლა ამხელა წიგნი გამოუშვი, რაღაც გადაცემები უკვე რამოდენიმე გადაცემაში მიიღე მონაწილეობა და აი თუ ვინმე აფხაზი რა საინტერესოა, შეიძლება აქამდე ჩვენამდე იმ ინფორმაციულის არ აქვს მაგას ბლოკირებები და რაღაცები შეიძლება არც მოდის ჩვენამდე რაღაც ინფორმაცია, რომელიც შეიძლება კარგი ინფორმაცია იყოს იქიდან მხრიდან, ანუ ბარიერს იქიდან მხარეს როდგანან ისინი ჩვენები არიან, კაცო, ჩვენები არიან და მე მტკივა, მაგრამ მტკივა აფხაზეთი, მაგრამ მტკივა და ნებისმიერ ქართველს უნდა მტკიოდეს აფხაზეთი, იმიტომ რომ ჩვენი განუყოფელი ნაწილია. და აი ეს კაცი აკეთებს, კარგ საქმეს აკეთებს, აი ნაბიჯი, კარგი ნაბიჯი გადადგა იმათკენ და ხა ველოდებით იმათგანაც ველოდებით რაღაც. სამწუხაროდ ასე უშუალოდ აფხაზებისგან არ მქონია გამოხმაურება, თუმცა აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისგან საკმაოდ დადებითი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება იყო, მაგალითად იგივე მარღანიებზე ჩავწერეთ, ლაკირბაიებზე ჩავწერეთ უკვე გადაცემა და ამ საგვარეულოს წარმომადგენლებისგან ძალიან დადებითი აფხაზეთიდან. კი, ძალიან კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანში მიდის ის, თუმცა უშუალოდ ალბათ სოხუმში და უფრო იქით ამ ხარეს ცხოვრები აფხაზებისთვის ბარიერი იქნება ენის თვალსაზრისით. ჩვენ რა გვაინტერესებს ახლა ამას წინათ ჩვენ გვქონდა საუბარი ამ ჩვენ თუ ყავს ვინმე ისეთი რომელიც მე ესე იგი აი ტიტრები რა დავუშვათ ეს რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რომ ითარგმნოს აფხაზურად რომ ითარგმნოს და აფხაზური ტიტრები რომ წავიდეს ეს ისება ძალიან კარგი იმიტომ რომ ახლა ბევრმა ახალგაზრდებმა რომლებიც ახლა ამ პერიოდში დაიბადნენ ანუ ესე იგი ქართული არც იციან და არც აინტერესებდა რა უშუალოდ აფხაზურად ბარიერის ახლა ჩვენი გადაცემებიდან აფხაზურად ხო და ამიტომ ისა თუ ვინმე თუ ვინმე იქნება ვინმე სურველი რა უშუალოდ აფხაზურად თარგმნელის და უშუალოდ ჩვენ დიდი სიამოვნებით ამას და ეხლა იმ გადაცემებს ეხლა მეოთხე გადაცემაა მეგონი ეს ხო მეხუთე გადაცემა რომელიც აფხაზურ გვარებს შეეხება და ხუთივე გადაცემას ესე იგი ტიტრებს გავუკეთებით აფხაზურ ტიტრებს და რომ აფხაზების უსასო იყოს ესე იგი ეს ყველაფერი გასაგები რო იყოს მოკლედ ვინმე მსურველი ხო რა თქმა უნდა ხო თუ ვინმე არის ვიღაც მსურველი და შეუძლია რომ ესე იგი ეს ჩვენ დაგვეხმაროს ამ იმაში თუნდაც რუსულადაც რომ იყოს გინდაც რუსულად უფრო ადვილია რომ ჩვენ ხო რუსულად რუსული სოვნები არიან და თარგმნიან კიდეც ამას ხო აფხაზური ცოტა სხვანაირად იქნებოდა რა ეს ყველაფერი მაგრამ თუ არის კი ბატონო თუ არა და ჩვენ მაინც თო თარგმნობთ ეს მაინც იმიტომ რომ მარტო ეს ისეთი ისინია თემა შენი თემა რაც არის აფხაზეთის თემა ეს მარტო აი ქართულ იმაში არ უნდა იყოს რა გამოკეტილი უნდა ყველამ უნდა ნახოს ეს და ყველამ უნდა გაიგოს ჩვენ ხო რა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ლუკას კიდევ ერთი საინტერესო გადაცემისათვის და რა ვიცი გთხოვთ ჩემი თხოვნა ყოველ გადაცემაში ამას მაგობ
რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი, გამოვიწეროთ ჩვენი გადაცემები, გამოვიწეროთ საქართველოს სამეფო კლუბის არხია YouTube-ზე, ლევან ბერაის საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. მადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსას ბედნიერსაც ვიმღერია კიდეც ვიმღერია